1905 წელს ალბერტ აინშტაინმა თავის ფარდობითობის თეორიაში აჩვენა, რომ სივრცე მჭიდრო კავშირშია დროსთან, სინათლის სიჩქარის კოსმოსური ზღვრით და ამიტომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში 4 განზომილების სივრცეში. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ სამყაროზე სივრცის 3 განზომილებაში. ამ შემთხვევაში მეხუთე განზომილება იქნება სივრცის დამატებითი განზომილება. ასეთი გაზომვა დამოუკიდებლად შემოგთავაზეს ფიზიკოსებმა ოსკარ კლაინმა და თეოდორ კალოზამ 1920-იან წლებში. ისინი შთაგონებული იყვნენ აინშტაინის გრავიტაციის თეორიით, რომელმაც აჩვენა, რომ მასა 4 განზომილებიან სივრცე დროს ახвევს. დამატებითი განზომილების გამრუდება იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ ის ატომზე ბევრად პატარა რგოლად გადაიქცეს და შეუძლებელი იქნება მისი შემჩნევა. სიმების თეორიამ წარმოშვა იდეა, რომ ჩვენი სამყარო შეიძლება იყოს 3 განზომილებიანი კუნძული ან ბრანე. ეს უკანასკნელი ჰიპოთეტურ ფუნდამენტური, უფრო მაღალ განზომილებიანი ფიზიკური ობიექტია, რომლის განზომილება ნაკლებია იმ სივრცის განზომილებაზე, რომელშიც ის ბინადრობს. ამან გახსნა დამაინტრიგებელი შესაძლებლობა იმის ასახსნელად, თუ რატომ არის გრავიტაცია ასე სუსტი დანარჩენ 3 ფუნდამენტურ ძალასთან შედარებით. იმის მიუხედავად, რომ ძალები მიმაგრებულია ბრანზე. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გრავიტაცია იჭრება 6 დამატებით სივრცულ განზომილებაში, რაც მნიშვნელოვნად ასუსტებს მის ძალას ბრანზე. არსებობს გზა, რომ მივიღოთ უფრო დიდი მეხუთე განზომილება, რომელიც მოხრილია ისე, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ მას. და ეს შემოგთავაზეს ფიზიკოსებმა ლიზა რენდელმა და რამან სანდრამმა 1999 წელს. დამატებით სივრცულ განზომილება შეუძლია ახსნას ერთ-ერთი უდიდესი კოსმოსური საიდუმლო, ბნელი მატერიის იდენტურობა, უხილავი ნივთიერება, რომელიც როგორც ჩანს, 6-ჯერ აჭარბებს ხილულ ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს. მფარულ მეხუთე განზომილებაში გავრცელებული აქამდე უცნობი ნაწილაკების გრავიტაცია შეიძლება გამოჩნდეს ჩვენს 4 განზომილებიან სამყაროში, როგორც დამატებითი გრავიტაცია, რომელსაც ამჟამად ბნელ მატერიას მივაწერთ. ზოგიერთი მეცნიერი იმასაც ამბობს, რომ მეხუთე განზომილება ის სივრცეა, რასაც ჩვენ სიზმარს ვუწოდებთ. ის კი ჩვენს აღქმაში მას შემდეგ შემოდის, რაც 4 სივრცით განზომილებაში ჩვენი გონება დუნდება, ანუ ვიძინებთ. გარკვეული კვლევები ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს, თუმცა ფიზიკისა და ასტროფიზიკის სხვა კვლევებთან შედარებით მას ნაკლები ყურადღება და ფინანსები ეთმობა, რადგან სამეცნიერო საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს უფრო ასტრალური და ეზოთერიული სფეროების საკითხია და ნაკლებად მეცნიერების. პასუხების ძიება გრძელდება, კითხვები კი უამრავია.